მოგესალმებით ყველას. მადლობა მოსვლისათვის. მადლობა თქვენ, ვინც უყურებთ შეხვედრის მერე ამ ჩანაწერს. ჩვენ შეხვედრაზე, ონლაინ ღონისძიებაზე, წინაპრები და ინტუიცია. და მე ვარ ანა ანთაძე და მოხარული ვარ ჩვენი სტუმარი შტატებიდან ანჯელა რენილსონი იყოს ჩვენთან დღეს ამ თემაზე სასაუბროთ. მინდა რომ გაგაცნოთ ანჯელამ შექმნა სულის მენტორინგი, რომელშიც გაერთიანა თავისი 30 წელზე მეტხნიანი გამოცდილება მენტალური ჯანმრთელობის, სომატური სიზმრების, წინაპართა კურნებისა და სხვა შამანური პრაქტიკებიდან. სულის მენტორინგი ეხება იმ სულის ძაღლის გამოხმაურებას, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სიღრმიდან. ანჯელა ეხმარება ადამიანებს დაუკავშირდნენ საკუთარ თავსა და ინტუიციას და მოიპოვონ ნდობა თავიანთ აღქმის უნიკალურ უნართან. ანჯელა არის ძვირფასი მეგობარი და კოლეგა წინაპართა კურნების და ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთად შეგვიძლია სივრცე შევქმნათ. ესე გავაკეთებთ, რომ პატარა დიალოგში ვიქნებით. კითხვებს დავუსვავ ანჯელას დიდი გამოცდილება აქვს, სიზმრებთანაც მუშაობს და ინტუიციასთან დაკავშირებით ხალხს ეხმარება, დაუკავშირდნენ ისევ თავიანთ ინტუიციას. და მოგვიყვება ცოტას თავისი პერსპექტივიდან და გამოცდილებიდან. მერე გვექნება ასევე კითხვა-პასუხების სივრცე, სადაც შეძლებთ რომ კითხვები დასვათ და მე და ანჯელა გიპასუხებთ. და ან გავაზიაროთ უბრალოდ მაგ სივრცეში თუ რაიმე გასაზიარებელი გექნებათ თქვენი გამოცდილებიდან და სიბრძნიდან. და მერე ბოლოში გვინდა რომ პატარა პრაქტიკაც გავაკეთოთ, რომ დავაპრაქტიკოთ ზუსტად აი ეს მნიშვნელოვანი აღქმა, როდის ვიცით რა არის კი და რა არის არა, ან ინტუიციას როგორ მოვუსმინოთ. So, dear Angela, I just introduced our space here and the meeting, the gathering ancestors and intuition, and I introduced you and your wonderful work that you dedicated decades to helping people also with understanding how to come in connection with the intuition. And it's a big honor to have you here. We can start with, you can introduce yourself from what you'd like to add, from where you're grounding this, and we can start the conversation about intuition. Then later, let's have a little question and answer space for the crowds here who would like to either have questions or maybe also just share something from their wisdom and knowing about intuition. And then at the end, we'll have a little practice where we can exactly practice this, how we know and how we can recognize our intuition talking to us. So thank you so much for being here, and please, I hand you the word. Thank you, Anna, and welcome, and thank you for welcoming me to your circle. I'm sitting by your fire. It's beautiful. So first I'd like to acknowledge the land that I live upon today is the ancestral land of the S'Klallam people in Washington State. პირველ რიგში მინდა რომ ვაღიარო და ვახსენო ის წინაპრები, ვის მიწაზეც ვიმყოფები, რომლებიც არიან ვაშინგტონის შტატში მყოფი სკლალომის ხალხი. My mother's people are from the Eastern European steppe horse people and from what is today Anatolia, and my father's people are from Scandinavia and Scotland. ჩემი დედის მხრიდან ჩემი წინაპრები არიან ანატოლიის მიდამოებში მყოფი მომთაბარე ცხენოსანი ხალხი და მამის მხრიდან შვედეთიდან და შოტლანდიიდან მყავს წინაპრები. And I'm very honored to be here present with you, and I think the first thing I want to say is that we all have our own relationship with intuition. So even though we're starting the conversation, as you said, Anna, we each have our own wisdom with it. Yeah.
და ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიყო თქვენთან. პირველი რაც მინდა ვთქვა ინტუიციასთან შესახებ არის, რომ ყველას გვაქვს ურთიერთობა საკუთარ ინტუიციასთან. I look forward to the conversation after we open with a prayer. და მიხარია ამაზე ლაპარაკი და გავხსნათ სივრცე ლოცვით. Yes, let's do that. So, იგზენით თავი კომფორტულად, შეგიძლიათ თქვენს თუ გეხმარებათ ეს თვალები დახუჭოთ, მიტანოთ ყურადღება თქვენს გულთან, შიგნით. უბრალოდ იგზნოთ კავშირი თქვენს თავთან, თქვენს გულთან და მიწასთან. და გავხსნით ლოცვით, მე და ანჯელა სივრცეს. Feel free to bring your awareness to your heart and to feel connected to your land where you are. And stay in that connection and we'll open up the prayer together. Sivradani sano, sigvaruli sano gichamot, gichamot, gichamot. Gichamot გთხოვთ რომ მოხვიდეთ და დაიცვათ შეკრათ ძლიერი სიყვარულიანი რიტუალური სივრცე, რომელიც იქნება დაცული და სადაც მოხდება გულიდან ლაპარაკი და რაც ეს სივრცე დაეხმაროს და იყოს სარგებლიანი აბსოლუტურად ყველასათვის, ვინც ამას უყურებს ან დამსწრე არის ამ შეხვედრის. მადლობა დიდი. Feel free to, I invite you to add to the prayer. Angela, I love your prayers. Blessings to the spirits of the land where we live today. We offer the work that we do in this space together as a collective to all who guard and guide us, our allies, our vibrantly well ancestors, and all beings who are working for the good and healing of the planet. Teki lekamashke tokohonolokofi. The beautiful green ones who jump up and live beneath our feet. They feed the grass, they feed the land, they feed the milk ones. Those ones who make the beautiful wool garments that we wear and embroider with our prayers. We give gratitude to all of these ones who bring us life. Thank you. Dankeschön. Tapalev. Deva. Thank you, beautiful. So as we are now with the wonderful, loving spirits here together, let's open up the conversation about intuition. And the first question would be if you'd like to talk about what is intuition. ახლა რაც გავხსენით სივრცე, დავიწყოთ ამაზე საუბარი ჩვენს თემაზე და პირველი კითხვა შეგვიძლია იმაზე ვისაუბროთ, თუ რა არის ინტუიცია? Yes, I love that. So a lot of different ways of perceiving what intuition is, but in general, it's a direct knowing. It's a knowing that goes beyond our intellect, a gut feeling, some people call it.
ძალიან ბევრნაირი გზა არსებობს ილაპარაკო იმაზე თუ რა არის ინტუიცია, ვრცელი არის. მაგრამ პირველ რიგში ინტუიცია არის პირდაპირი ცოდნა. პირდაპირი ცოდნა ინტელექტუალური, რომელიც დგას ინტელექტუალური ცოდნის მიღმა. Psychology says it's lightning fast pattern recognition. ფსიქოლოგიას თუ მოусმენთ, იძახის, რომ არის ძალიან სწრაფი ელვისებრი სისწრაფის ინფორმაცია, რომელიც მოგვეწოდება. But I like to think of it as a communication with the spirit world, with the ancestors, the spirits of the land, and our helping allies, our spirit teams, and all of the life around us. Yeah. მაგრამ მე უფრო ვამჯობინებ, რომ ესე განვარტო, რომ ინტუიცია არის პირდაპირი კომუნიკაცია და კავშირი სულიერ არსებებთან ჩვენს გარშემო, რომლებთანაც ვართ კავშირში, იქნება ეს ჩვენი წინაპრები, თუ წმინდა სულები, თუ არსებები, ვისთანაც ვართ ყოველთვის კავშირში, ამის გაცნობიერებული გვაქვს თუ არა. And maybe the question about what is the relationship between intuition and ancestral work? Yeah. That would be great to talk about the relation to ancestral work and intuition. იმასთან დაკავშირებით თუ ინტუიციასა და წინაპრებს რა კავშირი აქვს თან წინაპართა საქმეს. So when we do ancestral work, we're really developing our intuition with that direct knowing with the ancestors. So I think of intuition as the language of the ancestors. It's the way that they speak to us. And it comes, should I just stop? I'll stop there. Yeah. Thank you. ინტუიცია არის ენა, რითიც გველაპარაკებიან წინაპრები. და წინაპრებთან ურთიერთობაში, აი ამ პროცესში ჩვენს ინტუიციას ვანვითარებთ ამითი. Yeah. I find it present in sleeping dreams and in waking dreams, synchronicities, magical happenings, animals coming to us, all different forms. ინტუიციას ბევრი გზა აქვს, შეიძლება ასევე მოვიდეს სიზმარში, ან დღისით რო ვართ ეს სიზმრისებრ მდგომარეობაში, ღვიძლში ასე ვთქვათ, ან სინქრონიზმის სახით, ან ცხოველების სახით, ცხოველებმა რაღაცა გვამცნონ, ან ნიშნების სახით. ბევრი გზა არის, როგორ გველაპარაკება ინტუიცია და როგორ გველაპარაკებიან წინაპრები. Thank you. That's a wonderful answer, and it's so concise and says really the heart of what it is. Would you like to talk a little bit about knowing that there is so much, there is a wounding around like intuition, and it's such a common thing to have distrust towards our intuition. So would you like to talk a little bit about what might be the causes of distrusting our intuition? I'll translate it first in Georgian, then please have the word. იმის გათვალისწინებით ინტუიცია ძალიან მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი არის და ყველას გვაქვს. და თან ფაქტი არის, რომ ბევრ ადამიანს განსაკუთრებით დღეს აქვს უნდობლობა საკუთარი ინტუიციის მიმართ. და რომ ვილაპარაკოთ ამაზე, რა შეიძლება იწვევდეს ამას, ამ უნდობლობას საკუთარი ინტუიციის მიმართ? Yeah. So there's a few really big reasons why people are not trusting of their intuition. And I would say probably the biggest is the cultural wound of all different kinds of things, from slavery to forced relocation to empires and colonization of thinking and land and culture.
Those are probably the biggest reasons. And we take them as personal, but they're rarely personal, that there's a cultural imperative to sever the tie between us and our intuition. რამოდენიმე დიდი მიზეზი არსებობს ამ ინტუიციის, ასე ვთქვათ, იარისთვის ამ ინტუიციის გარშემო და ყველაზე ალბათ დიდი მიზეზი არის უფრო კოლექტიური და კულტურული, ანუ ისტორიული მიზეზები, რაც განაპირობებენ აი ამ უნდობლობას თუ სხვა ფორმით გამოხატულ იარას ინტუიციასთან დაკავშირებით. ესეთი კულტურული თემები არის მაგალითად მონობა, დამონება ხალხის, ანუ აი ამ გამოცდილებაში ყოფნა წინაპრების მონობის, ან გადასახლების, მიწიდან მოკვეთის ვიღაცების ხალხის გადასახლების მათი, ან დაპყრობების ადგილების და სხვადასხვა მრავალი ძალადობრივი დიდი ისტორიული მიზეზების გამო შეიძლება ეს იწვევდეს. ამას და ხშირად შეიძლება გვეგონოს, მერე ამას ჩვენზე გქონდეს გავლენა და ჩვენ გვეგონოს, რომ ეს ძალიან პიროვნული, ინდივიდუალური პრობლემა არის, რომ აი მე არ შემილია ჩემს ინტუიციასთან დაკავშირება, ან ზოგმა იცის, რომ მე არა ვარ საერთოდ არ შემილია ეს, ანუ დავიწყე ისიც კი, რომ ეგ უნარი არც აქვს, ეგრე გონია ზოგს და ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ინდივიდუალური, არამედ ეს არის უფრო დიდი თემები, რაც კოლექტიურად ვიზიარებთ, ან კულტურული წნეხებიდან გამომდინარეობს. If you allow me, I will talk a little bit about the specificness of this theme in the Georgian example. მინდა ცოტათი ვილაპარაკო ამ თემაზე. ჩვენი ქართული ისტორიიდან გამომდინარე, სულ ახალი ისტორია არის ჩვენთვის, მაგალითად საბჭოთა კავშირის, სადაც იყო დიდი გაპყობა, ესე თუ შეიძლება რომ ვუწოდოთ, იმისი რაც ხდებოდა რეალურად, ანუ ვერ იტყოდი შენს სიმართლეს, რა თქმა უნდა, ან სხვა აზრზე ვერ გახვიდოდი, ვიდრე ეს ტოტალიტარულ რეჟიმში მიღებული იყო და თუ ამას იზავსი, პირდაპირ დასჯა იყო სიკვდილი, ხო? ანუ ხვრიტავდნენ, ან გადასახლებები იყო. ამ ფონზე ოღონდ გვეხატებოდა სურათი იმისი, რომ ნუ აი ყველაზე ნაივნი, ასე ვთქვათ, ფილმები არის საბჭოთა კავშირის პერიოდის ან მულტიკების, რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის, ანუ ზედაპირზე ესეთი რეალობა იხატებოდა ხალხისათვის ამ პერიოდში და აი ამის გაპყობა რეალობის და იმის აღქმის, რასაც მართლა აღიქვავ, ხო, არავინ არა ვართ, ხო, სულელები, ანუ რეალურად ყველა აღიქვავდა და რომ რაღაცა იყო, ნიტო რომ რეალურად რომც ცნობიერად შეიძლება ყველას არ ქონდა გააზრებული, მაგრამ რომ ხალხი იხვრიტება, რომ რაღაც სამთლად ესე მხიარულობაში არ არის. აი ამ ორი რაღაცის გაყოფა, სქიზმი იწვიან, ესე უწოდებენ ხოლმე. ესეც დიდი ტრავმა არის და წარმოიდგინეთ, რომ 10 წლეულების განმავლობაში ეს გრძელდებოდა. და ეს კიდე არაცნობიერში, კიდე ძლიერად დალექილი არის დღემდე. ანუ ამის ხსენება მინდა, იმიტომ რომ გავიაზროთ, რომ როდესაც საკუთარ ინტუიციასთან გვაქვს დაკავშირებასთან რაღაცნაირ უხერხულობა, ან მას არ ვენდობით, ვიყოთ ძალიან რბილები და მოთმინებით საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ მაგას დიდი მიზეზი აქვს. ყველაფერს თავისი დიდი მიზეზი აქვს და ბევრად უფრო მეტი არის, ვიდრე ჩვენი ინდივიდუალური ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან შეიძლება იყოს გამოწვეული. I was just sharing that in the Georgian example in the 20th century, our history knows the Soviet Union, where there was like this dichotomy of the reality that was presented, which was like, oh, everything is in perfect order, there is peace. When you watch the movies and the cartoons of the time, it's like this super naive happiness, and
always everything is good. Though the reality was, of course, very far from that. If you just say a word that was different from what the government wanted, the totalitarian regime wanted, then you directly risked your life. You would be killed, no, or you would be moved away to Siberia or something. So it was, of course, no one is, everyone, if conscious or unconscious, could feel this difference. So it creates a huge gap in and huge repression of one's own knowing. And I wanted to say that because when today being aware of when we move through and we are having a distrust with our intuition, which I know of myself also today sometimes, that it's bigger than that. It needs a lot of patience and kindness towards this wound that we carry. Yes, I love that you said that, Anna. Thank you for unpacking that. And there are ways that that shows up, like believing I'm making it up, or it's a fantasy, or maybe even fear of being misguided by our intuition. And this is a piece that's part of that cultural wound. It feels like personally, but it is part of the cultural wound. Yeah. I thank you so much for naming that. This is really so common and so true. ანჯელა დამატარო და გზები არის, როგორ აჩვენებს თავს ეს ჩვენს პიროვნულ ინდივიდუალურ გამოცდილებაში, აი ეს დიდი კულტურული იარები, ხო? ეს იჩვენებს ესე თავს, რომ მგონია ფანტაზიის ნაწილი, ვთქვათ, ინტუიციის ხმა, ან რასაც ინტუიციურად ავიქვავთ, ვეჭვობთ, ეს ჩვენ მე ვიგონებ ახლა ამას, თუ მართლა ავიქვი. აი ეს ეჭვი არის ხშირად მანიშნებელი ზუსტად ამ დიდი კულტურული კოლექტიური იარის, ან შიში იმისი, რომ ინტუიცია მამტყუნოს, ანუ არასწორ გზაზე წამიყვანოს. ეგეც ერთ-ერთი გამოვლინება არის ზუსტად აი ამ იარის. Thank you so much for adding that. That is really important because it's so often that this is shared. No, in the ancestral work, one of the most frequent questions is, how do I know if I'm not making it up? So it's obviously more or less everyone shares like this wound, unfortunately, today in our cultures. მადლობა გადავუხადე ამის ხსენებისათვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ რა გზით გამოიხატება ხოლმე ესეთი უფრო ფართო და კულტურული იარები და გამოცდილებიდან წინაპართა კურნების პროცესის ასე ვთქვათ პრაქტიკანტები, ვინც ვიკავებთ ამ სივრცეს და ხალხს ვეხმარებით დაკავშირებაში თავის წინაპრებთან, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა კლიენტების ჩემის არის ხოლმე და სხვებისაც, რომ საიდან ვიცი ახლა ამას ვიგონებ თუ არა მე. და ჩანს, ანუ ვხედავთ, რომ ეს ძალიან ისეთი, რა ქვია, საზიარო ის არის, რა ქვია, იარა. Yeah. Great. That was important to cover. And I'd love to hear also, like, knowing that there is so much wounding around that, and it's so important to have a good connection with our intuition. What would you like to say around how to build a healthy and good relationship with our intuition? I'll translate it again, first in Georgian. და ამის გათვალისწინებით, რომ ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ინტუიცია და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვიყოთ დაკავშირებული ინტუიციასთან, იმიტომ რომ ჩვენი სანავიგაციო სისტემა არის რეალურად, ხო? ამის გათვალისწინებით, რომ არის ეს დიდი იარა, ასევე ამისი, როგორ შეგვიძლია მოვიდეთ ისევ სწორ და კარგ კავშირში საკუთარ ინტუიციასთან? So I would say the most important piece is learning how to listen for specific threads. Yeah, let's start there. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ვისწავლოთ, როგორ მოვუსმინოთ. და არსებობს სპეციფიური
ხაზები, გზები, ამ, ა, როგორც დითიც გველაპარაკება ინტუიცია. So, listening through the waking and sleeping dreaming, that's a very big channel that we get information from the ancestor world, the spirit world, and the earth world. Yeah. ერთ-ერთი ესეთი ყველაზე დიდი გზა, საიდანაც ინტუიცია გამოხატავს ხოლმე თავის თავს, საკუთარ თავს, არის სიზმარში ან დღისით აი სიზმრისებრ მდგომარეობაში, როდესაც ვართ. Synchronicities and serendipities. So, chance happenings that feel connected to the inner reality and the outer reality, where they match up together. და სინქრონიულობა, სინქრონისიტის ქართულად მე მგონი მასე ვთარგმნით. სინქრონიზმები, ანუ ეგ რას ნიშნავს, როდესაც ჩვენი შიდა მსოფლიო, შიდა სამყაროს მნიშვნელოვანი თემები და გარე სამყაროში ირეკლება სინამდვილე. შიდა და გარე სამყაროს სინამდვილე ირეკლება. ეს არის სინქრონიზმები, ანუ ნიშნების დანახვა გარე სამყაროში. I think one of the most important pieces that I help to develop with my clients doing ancestor work is, what does your yes and your no feel like? So we can ask questions of our ancestors and our spirit team and get that information back. We can ask it to the world and get it back through dreaming. So how do we know what that yes and no is? და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყველაზე ხშირად, რასაც ჩემს ვისაც ვუკავებ ამ წინაპართა კურნების პროცესს, ვინც ჩემთან მოდიან, არის რომ ერთად გავიგოთ რა არის შენი კი და რა არის შენი არა. როგორ აღიქვავ, როცა რაღაცა ზე კის გეუბნება შენი ინტუიცია და როგორ აღიქვავ შენ სპეციფიურად როგორი არის შენთვის არა აღქმა. Some people use divination to get more verification through cards or runes, sticks, shells, sheets, any kind of divination. But what really builds trust over time is careful watching. If you're asking for something and it comes back and you have that sense of a conversation, that's really what builds the trust in the intuition. ზოგს უყვარს, რომ მოიხმაროს ასევე მკითხაობის სხვადასხვა ხერხები, რომ ვთქვათ დაამოწმოს, რომ ის რაც აღიქვა სწორი არის თუ არა და ეს შეიძლება ვთქვათ ტაროს კარტით მოხდეს, ან ყავაში ჩახედვა, ან რუნები რო არის ჩრდილოეთ ევროპის არეალის ან ჯოხებით, ну ყველა ის გზები რაც არსებობს მკითხაობის, მაგრამ ყველაზე მეტად რაც ან დობას ან ვითარებს საკუთარ ინტუიციასთან არის მაინც ეს მოსმენა, კითხვების დასმა, მოთმინების ქონა, რომ დაელოდო რა მოდის საპასუხოდ და მე აი დიალოგში ყოფნა დროთა განმავლობაში ეს უფრო დიდ ნდობას ბადებს საკუთარ ინტუიციასთან. So I'd love to do a little exercise if does that feel okay to do, the yes and no? Okay. That would be wonderful, yes. მოდით გავაკეთოთ ახლა პატარა ვარჯიში ამ კი და არასი, რომ შევიგრძნოთ აქვე, რომ როგორი არის კონკრეტულად შენი კი და როგორი არის კონკრეტულად შენი არა. So for your yes, I want you to sense back to a time when you felt really safe, cared for, and connected. And if you've not felt that way with humans, it's okay to extend that to the other than human world. So maybe it's a pet or an animal or a place in the world that you felt beauty and safety, like a sunset or sitting beside a river, walking in a forest, any place that has a sense of peace and belonging for you. იმისათვის რომ იგრძნო როგორი არის შენთვის ის შეგრძნება, როცა მოდის კი შენთან.
გაიხსენე ისეთი მომენტი შენს ცხოვრებაში, როცა გრძნობდი თავს უსაფრთხოდ, დაცულად, შინ, ასე ვთქვათ, და ისე რომ შენზე ზრუნავენ, შენი საუკეთესო სურვილი აქვთ გათვალისწინებული. შენთვის კარგი უნდათ. ეს შეიძლება იყოს სხვა ადამიანებთან დაკავშირებით, მაგრამ არ არის აუცილებელი. ეს შეიძლება იყოს მომენტი, როცა მდინარესთან იჯექი სადღაც, ან ტყეში იყავი, ან შენს ცხოველთან, საყვარელ ცხოველთან ერთად ურთიერთობაში გქონდა ეს მომენტი. რაც არ უნდა იყოს ეს შენთვის, გაიხსენე აი ეს მომენტი, როცა კარგად და უსაფრთხოდ და ნდობაში გრძნობ თავს. So notice how your nervous system feels when you are remembering that and allowing that feeling to be in your body. That's your yes. ის ბოდიში ეს ადამიანი უი, უკაცრავად ელენე გამოვრთედაო, მიუთე რომ კითხვა პასუხებისთვის გვექნება მერე ადამიანი უნდა იყოს, კითხვის დასმა გინდოდა, დასვი? არა, Allowed. ეს ამას რო ვაკეთებთ, ანუ ის სადაც გავიხსენეთ, ადამიანი უნდა იყოს, ვისთანაც ვიგძენი თავი დაცულად თუ არა აქვს მნიშვნელობა. არა აქვს მნიშვნელობა. შეიძლება იყოს ცხოველთან, ან ბუნებაში, ტყეში, ან მდინარესთან, ან ნებისმიერ არ არის აუცილებელი ადამიანთან. Yeah, so I'll translate now. Also, what you said. და როდესაც გაიხსენებთ ამას, ამ მომენტს, იგრძენით, როგორი შეგრძნება არის თქვენს სხეულში. ნერვიული სისტემა რომ მშვიდდება, როგორი შეგრძნება არის სხეულში ამ დროს. დააკვირდით ამას. So now if we're looking at and understanding what a no feels like in our nervous system, remember a time when you, okay. Shall we give it just a moment for Sure. like Yes. Yep. Sorry. Some have I know some are more need time and slower in feeling it. Thank you. Yeah, I think it's good. Yeah, thank you. Do we want to open that up to experiences, or yeah, it's up to you how you want that. No, it's good. It's good to bring to the no. It's Okay. So with a no, remembering a time when you felt unsafe, if you could, or unsure if you could trust what was happening. And if those around you felt safe, you weren't sure if you felt maybe even in danger. And that feeling in your nervous system, that kind of prickly feeling in your skin, in your bones, you're just not sure, you're hypervigilant. That would be a clear no. და არასთვის გაიხსენეთ მომენტი, როდესაც საფრთხეში იგრძნობდით თავს. ან რაღაცა საშიშროება იყო ნამდვილად, როდესაც ნერვიული სისტემა იყო არეული თქვენი, ხართ აფორიაქებული და არ იგრძნობთ თავს კარგად. აი ეგ როგორი იგრძნობა სხეულში. შენიშნეთ. So noticing even in this moment how your body feels as you recall an experience that you've had that did not feel like a yes. ანუ ახლაც როდესაც ამას იხსენებ ეგეთ მომენტს შენ ცხოვრებაში, შენიშნე შენ სხეულს როგორი შეგრძნება ეუფლება, შენ სხეულში რა ხდება ამ დროს. So the trickier part is the maybe, because sometimes we don't quite know if it's a yes. It's not a full yes. It's not a full no. And how do we know what it is there? And that's actually a lot of the zone that we live in when we're working ancestral work. We don't always get a full yes or a full no. We look for that, but it doesn't always happen. Yeah. უფრო რთული შესაძლებელი არის, რომ
აი შუაში არც მკვეთრი კი რომ არის და არც მკვეთრი არა. რაღაცა არის მაგ შუაში, რომ აი შეიძლება, შესაძლოა, ეგეთი პასუხი რომ მოდის და მაგის განსხვავება ან მაგის გაგება რომ რას გვეუბნება, უფრო რთული არის და ეს შუალედი აი კისა და მკვეთრ არას შორის არის ხშირი, ყველაზე ხშირი ზონა, რასაც ხვდებით წინაპართა კურნების პროცესის განმავლობაში. So, what I find when I'm faced with a maybe is that my outer mind, my thinking mind, might bring in a lot of fears and logic. But if I drop in with my ancestors and the spirits of the land, I usually can get a much more clear read on whether something is a yes or no for me. და აი ამ შემთხვევაში, როდესაც არის პასუხი შესაძლოას რო წავყიქავ, რომ აი თან კი თან არას, ვამჩნევ ხოლმე, რომ ხშირად ჩემი თავი ანალიტიკური აზროვნების ნაწილი გონის მერთვება და ბევრი ინფორმაციების შემოაქვს, რომ გაიგოს ზუსტად განასხვაოს სწორი ინფორმაცია. ოღონდ ეს არ გვეხმარება მაგ დროს და ჩემს გამოცდილებაში, რაც მეხმარება, არის რომ ჩავიტანო ყურადღება უფრო დამიწებულ მდგომარეობაში, უფრო ქვევით, ვცენტრირდე და დავკავშირდე საკუთარ ბრძენდაძველ სიყვარულით ახსავსე, განკურნილ წინაპრებთან და ადგილის ბუნების ძალასთან, ადგილის წმინდა სულებთან. So this is where time is your friend, and listening from multiple channels, the dreaming, listening to your dreams, listening to the land. If you're not completely sure, time will generally tell you whether something is a yes or a no for you. და ასევე ამ დროს დრო არის, რაც ძალიან გვეხმარება ამაში, თუ არ ხარ დარწმუნებული კი არის თუ არა რაღაცა, დრო შეგვიძლია მივცეთ და დავაკვირდეთ, რომ სხვადასხვა გზიდან დაგვიმოწმოს რა არის პასუხი, სიზმრიდანაც, საკუთარი სხეულებრივი პირდაპირი აღქმიდან, ასევე ნიშნებს დავაკვირდეთ, ასევე სხვადასხვა გზებს და დროთა განმავლობაში ამ მოპოვებული ინფორმაციით უფრო აშკარა პასუხი გვექნება. So how do we build trust with our intuition? And really, it's the same thing that you spoke about, Anna, at the beginning around how do we heal the cultural wound of not trusting our intuition. It's a slow process with gentleness and a lot of patience. და იმ კითხვაზე თუ როგორ შევქმნათ ჯანსაღი და უფრო კეთილი ურთიერთობა და კავშირი საკუთარი ინტუიციასთან, პასუხი ძირითადად არის, რომ დრო მივცეთ, ძალიან ბევრი მოთმინება გქონდეს და სისათუთით მივუდგეთ. Yeah. So yeah, I'm just wondering if anyone wants to share what their experience with their yes and no or their intuition is, or what would be best, Anna, moving forward. Yeah, that's a wonderful moment. Let's bring it to a question and answer or just sharing space. და შეგვიძლია დავუთმოთ უკვე სივრცე კითხვა-პასუხებს, ან უბრალოდ თუ გინდათ რომ გააზიაროთ თქვენთვის რა იყო ამ გამოცდილებაში, როდესაც ახლა ეს პატარა ვარჯიში გავაკეთეთ. შეგიძლიათ რომ მიუთი მოიხსნათ და ჩაერთოთ. ანუ მე შეგავაზიარებ თუ შეიძლება. შეკითხვა კი ბატონო, ჯერ იყო მე მგონი ლელა და ელენე, დიდი სიამოვნებით გადმოვთ მერე. თქვენთან დიახ. მაინტერესებს რამდენი თაობის წინაპრებთან გვაქვს ეს კონტაქტი.
ვინ ითვლება ბებია თუ უფრო წინაპრები მეტი, ეგ როგორ უნდა გავიგო? Yeah. Lela has the question, and maybe you want to answer it. With whom are we connecting as the ancestors? How far in, with which generations do we connect? Is it only the grandmother or, yeah, generationally speaking? So you can also answer this, Anna, but we're looking for the vibrantly well ancestors who come from an unbroken, intact time in the culture where the burdens of colonization and all those pieces that we've talked about, the woundings of the intuition, that has not yet impacted the line. So for some of us, it can be quite far distant ancestors, even into thousands of years, to find someone far enough back that has that deep connection with the land and their people. Yeah. I'll translate it and maybe add also. ეს ჩვენი პროცესი წინაპართა კურნების ეს პროცესი კონკრეტულად რა მეთოდიცაც მუშაობთ არის აქ არის მნიშვნელოვანი რომ დაუკავშირდეთ ბრძენ და ძველ განკურნებულ სიმთელეში მყოფ წინაპრებს და ხშირ შემთხვევაში თუ ხაზზე არ არის თუ ხაზზე ტვირთები არ არის ბოლომდე გადამუშავებული, გვიწევს ხოლმე უფრო შორს წასვლა, არა მხოლოდ ბებიის მიღმა, არამედ კიდევ უფრო ბევრი თაობის მიღმა და ხანდახან ათასობით საუკუნის მიღმა ვწუდეთ და დაუკავშირდეთ. და მე კომუნიკაცია მიდის ასე ზუსტად ინტუიციური გზებით, შენი ინტუიციური ენით აღიქواو ამ კავშირს და კომუნიკაცია რაც ხდება თქვენ შორის იმას. ეს კითხავს თუ პასუხობს ლელა. მე ვცდილობ ქვეცნობიერად მათთან დაკავშირებას თუ ისინი მიკავშირდებიან და მე აღვიქواو. აი კითხვა არის ორივე გზის არის. ანუ ყოველთვის წინაპრებთან ყოველთვის ვართ კავშირში, ჯერ ეგ შეგვიძლია ვახსენოთ ამის გაცნობიერებული გვაქვს თუ არა, იმიტომ რომ მათი სხეულში ასე ვთქვათ ყოველთვის ვატარებთ ხო, სადაც არ უნდა ვიყოთ და გავლენა აქვთ ჩვენზე. ოღონდ უფრო ესეთი უფრო ცხადი პირდაპირ კავშირი მათი მხრიდანაც შეიძლება მოვიდეს სპონტანურად, სიზმარში შეიძლება გამოვიდნენ, წინაპრები დაგესიზმრონ, შეიძლება არც იყოს ეგეთი აშკარა, რომ ვთქვათ წინაპარი არ გესახა, მაგრამ მაინც წინაპრული სიზმარი იყოს, ეს რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ ისეთი თემები წამოვიდეს, რაც არ არის მაინც შენი ინდივიდუალური, არამედ ხაზის რაღაცა გადამუშავებელი არის. ან შეიძლება უბრალოდ მესიჯები გამოგიგზავნოს, ხო? მნიშვნელოვანი ინფორმაციის. ასევე შეგვიძლია ჩვენ დავეკონტაქტოთ და განვიზრახოთ, რომ დავუკავშირდეთ ჩვენს წინაპრებს. ჩვენ ყოველთვის გირჩევთ, რომ ზოგადად წინაპრები არ მოიხმოთ ხოლმე, იმიტომ რომ პასუხობენ და მოდიან, მზად არიან რომ მოვიდნენ. ამიტომ უნდა განვასხვაოთ და მოუხმოთ ბრძენი, ძველი სიმთელეში მყოფი წინაპრები. იმიტომ რომ ვინც ჯერ არ არის გარდასახული, ვინც ჯერ არ არის გადასული და იმათი მოხმობა არ არის ჯანსაღი ჩვენთვის და მათთან პირდაპირ კავშირში ყოფნა. და თუ ჩვენთვის არ არის სასარგებლო და კარგი, შესაბამისად იმათთვისაც არ არის საბოლოო ჯამში. მადლობა ლელა. There was the question of Lela had the question. Sorry, I have like this cough. That if they are directly connecting to us or we are communicating with them. Do you need some water? Yeah. Oh, good. You got some. Yeah. მე მაქვს ერთი კითხვა თუ შეიძლება. დიდი სიამოვნებით პლუსანა ჯერ თუმცა დაუთმოთ ელენეს, მე მგონი რიგში ჯერ ელენე იყო და მე მოგცემთ სიტყვას, მადლობა. გაზიარება მინდოდა მე სავარჯიშო რომ გავაკეთეთ ახლა და ისა თუ საინტერესო იქნება თქვენთვის არ ვიცი. უბრალოდ გავაზიარებ. ანუ კი, გთხოვთ გაგვიზიარეთ. ჩემ შემთხვევაში, ანუ
დროუნა დადებითი მოვლენა გაგვეხსენებინა, სადაც დაცულად ვიგრძენით თავი, რატომღაც ისეთი გარემო წარმოვიდგინეს, სადაც ადამიანები არ იყვნენ. ანუ მარტო მე როცა ვიყავი, იქ ის გამახსენდა და აი რაც შეეხება არას შემთხვევას, ანუ უფრო დაცულად სად არ ვიგრძენით თავი და მტრული გარემო სად იყო, გამახსენდა ჩემი ერთი ყოფილი სამსახურის გარემო, სადაც ძალიან ისეთი მტრული სიტუაცია იყო, ყველა თანამშრომელი ისე იყო განწყობილი მტრულად და რატომღაც ეგ გამახსენდა, როგორი ისიც იყო და რაც შეეხება ინტუიციას, აი მაგალითად მე იმდენად განვითარებული შეიძლება მაქვს ეს ინტუიცია, რომ ხშირად ანუ როცა არ უსმენ ხოლმე დაუშვათ რაღაც აი შინაგან წინათ გრძნობას რომ მომივა რაღაცა და მე მაინც ისე გავაკეთებ როგორც გონება მიკარნახებს ასე ვთქვათ, ყოველთვის ინტუიცია არის მართალი ხოლმე რატომღაც და ანუ მინდა ვთქვა რომ რაღაცნაირ კავშირს მაინც გრძნობ აი ინტუიცია ანუ ჩემს რაღაც შინაგან მასთან და ალბათ ეგეც არის ინტუიციასთან კავშირში. ძალიან დიდი მადლობა ელენე. მადლობა. მადლობა მაგის გაზიარებისათვის და ხო ეგრე არის არა რომ საკუთარი ინტუიციასთან აი ეს მოსმენა და დიალოგში ყოფნა ზუსტად ეს არის რომ რა თქმა უნდა ყოველთვის შეიძლება ძალიან ისეთი რაღაცა იყოს რასაც კარნახობს ჩვენი ინტუიცია რაც დიდ რისკს მოიცავდეს ან საჭიროებდეს და მივყვეთ გონებრივ გადაწყვეტილებას მაინც და მე სხვანაირად რომ არის და გვაჩვენებს ცხოვრება ესეც ინტუიციასთან დიალოგის განვითარება არის და ურთიერთობაში ყოფნა. დიდი მადლობა ამის გაზიარებისათვის. Elena shared a beautiful thing of her experience right now in the practice, and that the yes for her was in the nature, in the natural realm of forest, and so not with humans. And then the no was in her past working space where there was like a really bad dynamic relational bad dynamic happening. And that and she shared also that often that she has this connection with her intuition and will listen to it, but sometimes when she'd listen to more the something that seemed more clever or right from the mind but intuitively was actually a no, or said otherwise, that she'd learn it then from the experience that always the intuition was affirmed that it was right after all in the experience of it, in the answer of that experience. And and that this is a way of being connected to the intuition. Yeah. Thank you for that, Elena. Thank you. Yeah. დიდი მადლობა ასევე ლუსანას მინდა რომ მივცეთ ხმა. მადლობა. მე თქვენთან ვარ პირველად. სრულიად შემთხვევით თუ რაღაცნაირად უცნაურად მოვხვდი. მაინტერესებს რომელი რელიგიისა თუ ცოდნათა სისტემების თუ რწმენათა სისტემების ფარგლებში ექცევა თქვენი ეს კონკრეტული დიალოგი. მადლობა ლუსანა. There is a question from Lusana about like in what specific religious frame we are framing this conversation, and I can start answering it, and you're welcome to answer too and add to it. Sure. ჩვენ არ ვართ, ანუ არ ვლაპარაკობთ ახლა რაიმე კონკრეტული რელიგიასთან დამოკიდებულებაში. ეს ინტუიცია არის მიღმა რელიგიის. რელიგია რა არის, ხო? ანუ რელიგია არის, როდესაც რაღაცა კონკრეტული რწმენის ფორმა ყალიბდება უფრო რაღაცა სისტემატიური გზით ადამიანების მიერ შეთანხმებულად. რა თქმა უნდა, რასთანაც კავშირდები იმ რელიგიაში, არ არის ადამიანების შექმნილი კავშირდები ღვთაებრივთან და ასე შემდეგ. სხვადასხვა რელიგიაში სხვადასხვა
ღვთაებებთან, ან ღვთაებრივთან, ხო, ან ღმერთთან. მაგრამ თვითონ რელიგია არის უფრო აი სისტემა, რომელიც ამას კრავს და ამ პრაქტიკებს გვაძლევს ამასთან დაკავშირებისათვის. ინტუიცია მაგის მიღმა დგას. ინტუიცია არც რელიგიური არ არის რწმენასთან, არ აქვს არანაირი კავშირი ესე თავისთავად. ინტუიცია არის უბრალოდ წარმოიდგინე სანავიგაციო სისტემა, რომელიც ყველა ადამიანს აქვს მოცემული. ალბათ არა მხოლოდ ადამიანს, ცხოველებსაც ყნოს ვარო აქვთ, იციან ძალიან კარგად წინასწარ სად უნდა წავიდნენ, სად არ უნდა წავიდნენ და ასე შემდეგ. ანუ ბუნებაში არსებობს, არც არის ბუნების ნაწილი. არ ჭირდება ამას გონებრივი, ანუ არ ჭირდება ამას რწმენა. I just shared that this is not grounded in a specific religious frame. And I talked a little bit about religion being something that is a systemized practice and relationship to the sacred, and that there are like many different kinds of religions, but that intuition goes beyond this systemized frame, and that is just like something innate to nature. Not only humans have intuition, that's what I believe. Like, of course, animals, for example, have it too. They can smell things. They know how to move through the life, and the world. So that intuition stands beyond. There's no need for believing it or not. It's just like part of the organism of that we are made of in the nature. And you feel please free to add to what I shared. Yeah, and coming from the perspective that the whole world is alive and speaking to us. So that is the decolonial perspective on life on the planet. And that's where, for me, the intuition really is like I'm actually in conversation with the stones and the rivers and the forests and the spirit people who are not embodied and all of that. That's all part of that cosmology for me with intuition. Thank you. Yeah. და ასევე გაიხარე ლუსან ამასაც გადავთარგმნი ქართულად. და ასევე დიკოლონიური, ანუ გავმოვტარ ცოტათი, I have to define a little bit decolonialism in Jordan. დიკოლონიური, ანუ ვთქვათ კოლონიალიზმის მიერ დაპყრობების და იმპერიალიზმის მიერ ვთქვათ როცა არის გამქრალი, ხო? ძველი აღქმის გზების სამყაროსთან, რომ მთელ სამყაროსთან ხარ კავშირში, არა მხოლოდ სხვა ადამიანებთან, რაღაც კონკრეტულ რწმენასთან, არამედ ყოველთვის ყოველი არსება არის დიდ და ვრცელ სიცოცხლის ორგანიზმში და ქსელში ჩართული. ეს მოიცავს არ მხოლოდ ადამიანებს, არამედ ადამიანებსაც და ჩვენს წინაპრებსაც და ცხოველებსაც და მთასაც და ქვებსაც და მდინარესაც და ასე შემდეგ. ყველა არსებას, რაც არსებობს სამყაროზე და მათთან არა მხოლოდ თან ვბინადრობთ, არამედ ვართ პირდაპირ კავშირში და შეგვიძლია მათთანაც ვიყოთ კომუნიკაციაში, ინტუიციური კომუნიკაციის გზით. Yeah. Thank you for adding that. გაიხარე ლუსანა, მადლობა კითხვებისათვის. კიდევ თუ გაქვთ კითხვები, გვაქვს დრო. So before we have time and like I don't know, maybe like 5 more minutes, and as there seem to be not more questions right now, would you like to talk about the specific channels that the intuition can have, like the clairs? Yes. I'm still like unsure how I will translate the clairs in Georgian, but I'll try my best. Yeah. Sure. So there are different channels of perception that we experience intuition from. And this is very important that not everyone feels intuition the same way. And so if someone talks about seeing a lot, that doesn't mean that if you don't see, you're not getting an intuitive information. So let's just start there and then I'll go into the clairs. მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ინტუიციასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა გზები და კანალები, ასე ვთქვათ.
ხო, გზები ჩვენი ინტუიციური აღქმის და მაგალითად ზოგისთვის ხედვის გზა არ არის მაინც და მაინც ის მთავარი განვითარებული ინტუიციური აღქმის ენა. და არსებობს რამოდენიმე ესეთი სხვადასხვა გზები, არხები. რითიც ავღიქვავთ ინტუიციას და ინტუიციურ ენას. Yes. Okay, so clairvoyance is the ability to perceive images, oftentimes internally, of things that happened in the past or the present or the future. And they sometimes come in visual metaphors, like dreams will show up that way. You hear it in fairy tales with myths. There's energies around certain stories that you can visually see in your inner eye. ერთ-ერთი ინტუიციის აღქმის არხი არის ხედვითი. როდესაც აშკარად ვხედავთ რაღაცას, რაც ეხება წარსულს, აწმყოს ან მომავალს, ხშირად მითოსში და მითოლოგიებში, ზააპრებში არის გამოყენებული ეს სურათები, სადაც არის დასურათებული რაღაცა ენერგეტიკული სინამდვილე ან სიმბოლიზმი და ხშირად სიზმარში მოდის, აი სიზმარში რომ ნახულობთ ეს ხედვით ხედვით უნარით მოდის ხშირად ჩვენთან. Okay. So clairaudience is the next one, and it's the ability to perceive information through hearing, and oftentimes not with the ears. So it's an internal sound. You might hear music or a vibration beyond the normal range of hearing. მეორე არის სმენით. ანუ შეიძლება ინტუიციური აღქმის არხის სმენის, რომელიც გარე ხმებზე არა, შიდა სმენა არის. როდესაც შეიძლება მუსიკა გაიგონო უცებ, ან რაღაცის ლაპარაკი, ან სხვადასხვა ხმები, ოღონდ რაც გარედან არ მოდის, შიგნიდან აღმოცენდება. So clairsentience is that somatic feeling, the feeling in the body. Oftentimes you might feel like the hairs raise on your arms or chills go up and down your back. There's a sense, and oftentimes you might get a sense of your yes or your no through that clairsentience channel. ასევე არის არხი სხეულებრივი აღქმის, სადაც აი ვთქვათ რომ ბურთკლავს ან რაღაცა გადაგიული ზურგზე შეგრძნება, როცა გაქვს ხოლმე და აი ეს კი ან არას პასუხები ხშირად სხეულებრივ აღქმაში გამოიხატება ხოლმე პირდაპირ. Okay, and then claircognizance is a kind of direct knowing, like you have no prior knowledge of something, and yet you can understand it completely. You may be walking in the forest and you see a bird and you immediately know the name of the bird without having any previous experience with it. So it's like a download, and it can look like your own thoughts. That's what's tricky about the claircognizance. You can say, oh, I think this is my thoughts. And it's like, maybe, but maybe not. So check that out. Yeah. I love that. Yeah, I have that strongly. So I know that feeling. და ასევე არის ცოდნითი, რომ აი პირდაპირი გზით პირდაპირ იცი რაღაცა, ოღონდ რომ წესით არ უნდა იცოდე, რომ წესით არ გისწავლია რაღაცა სხვა წინაპირობა არა გაქვს მაგის ცოდნის, ასე ვთქვათ და მაგალითად მიდიხარ და დაინახე ჩიტი და იცი სახელი ამ ჩიტის სიტყვაზე, ოღონდ არ გისწავლია და უცნაური არის რომ ეს იცოდე. და აქ რადგან ეს მოდის აზრების ფორმით, ან ეს ამ არხში უფრო აზრებში გამოიხატება ეს, ხშირად თუ არ გვაქვს ეს ხშირი და პირდაპირი ურთიერთობა ჩვენს ინტუიციასთან, ან მაშინაც ალბათ შეიძლება ხშირად გვეგონოს ჩვენი აზრები და ვერ განვასხვაოთ, რომ
ეს უბრალოდ ერთ-ერთი ჩვეულებრივი აზრი არის, რომელიც ტვინი ახლა ბადებს და რაღაცას აანალიზებს, თუ მოდის საიდანღაც ეს ცოდნა და გვიკავშირდება. Yeah. Good. And there are at least 3 or 4 more that like smell. Sometimes people get a smell when there's like a smell of roses and there's no roses around, or a taste of cinnamon and they're not eating something with cinnamon, or even the feeling of prickliness that's specific to the hands or something that you're touching. So those are also some channels that are not as predominant as the other 4. Yeah. და ასევე მინიმუმ 3-4-ან მეტი გზა არის ასევე ყნოსვის, რომ რაღაცა სუნი გცემს, ვთქვათ, სურნელი გცემს ვარდის არა და არ არის ვარდი გარემოში. ესეც ერთგვარი ინტუიციის არხი არის, რომ რაღაცა ინფორმაცია მოგდის. მეორე არის ელენე, ვხედავ შენს ხელსაწეულს, ახლავე დაგიბრუნდებით, ამას ბოლომდე გადავთარგმნი. მეორე არის ასევე იმისი, რა ქვია, გემოსი, რომ რაღაცა გემო არის შენს პირში, ვთქვათ, დარიჩინის და ოღონდ არ ჭამ რაღაცას, რასაც დარიჩინი ურევია. ესეც ერთგვარი არხი არის. ასევე შეგრძნების, შეგრძნების ოღონდ ამ შემთხვევაში ტაქტილურობის, ანუ რაღაცას რო ეხები და თავის ფაქტურას თავისი შეგრძნება რომ მოყვება, ესეთი შეგრძნება რომ დაგეუფლოს და გრძნობა იმის და მიუხედავად რომ გარეთ მართლა ესეთ რაღაცას ეხებოდე. ელენე, შეგიძლია დიახ. ანუ ახლა რასაც ამბობთ, ან ეგ შეხوار არის იმასთან დაკავშირებული, რომ უბრალოდ შეიძლება ადრე იმ ვარდის სუნთან დაკავშირებით რამე მოვლენა მოხდა, რომელიც შეიძლება ეხლაც ჩვენს გარემოში ზუსტად იმ ადგილას იმ გარემოში, ანუ ის მოვლენა გვახსენდება ამ ვარდის სურნელით. ეს ხო არ არის, ანუ თუ ინტუიცია არის აუცილებლად, ხო შეიძლება ეს იყოს. კაი კითხვა არის. გადავთარგმნი ინგლისურათაც და მესმის. გადავთარგმნი ინგლისურათაც და დაგიბრუნდებით ორივე ერთად. It's a good question nuancing it. Elena is asking, could it be like, for example, about this example with the rose, that it's not primarily intuition, or it is that at that same place, it's another time we smell the rose, and our psyche memorized it, and we think to smell it again at the same spot because it's kind of like there in the unconscious or subconscious. Would you like to answer it? Sure. I mean, I think that could be possible. What I find when I'm working with people with ancestors, for instance, one person might say, every time I smell the rose, this feels like my mother's line. Like whenever I'm working with them, I smell roses. If I'm walking out in the world and I'm by the ocean and all of a sudden I smell roses, I ask and address my mother's people, like that. That's more how it links up in my experience with the ancestral intuition. Angela ამბობს, ჩემს გამოცდილებაში, როდესაც პროცესში, წინაპართაკურნების პროცესში, ვთქვათ, თუ აი სიტყვაზე ამ მაგალითზე თუ გავაგრძელებთ, კლიენტს მოაქვს ის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვგრძნობ ვარდების სურნელს, მახსენდება ჩემი დედის ხაზი სიტყვაზე, იმიტომ რომ ჩემი დედის ხაზი დაკავშირებული არის ვარდებთან და აი ამ კავშირს მაჩვენებს და ამით მახსენებს საკუთარ თავს. ეს არის რაც გადავთარგმნე და მე დავამატებდი, რომ არ არის ეს რაღაცა ორი, რაც შემოიტანე ელენე და მომწონს შენი კითხვა, იმიტომ რომ ის უფრო ის არის, რა ქვია, დეტალურში გადავყევართ და ნიუანსებში, მაგრამ არ არის გამორიცხული, ურთიერთგამომრიცხავი უფრო სწორედ. ანუ ეს ორი რაღაცა, როგორ ვთქვათ, ინტუიცია არ არის რაღაცა განყენებული. ანუ ინტუიცია ყოველთვის მუშაობს იმ მექანიზმებით,
რა მექანიზმების საშუალებაც მას ექნება. ანუ ეს მექანიზმები ადამიანში თუ არის ეს ფსიქოლოგიზირებული, როგორც იმახსოვრებს ჩვენი ქვეცნობიერი რაღაცეებს, ასოციაციებს, როგორც აკავშირებს, ეს არის მექანიზმი. ხვდები? და ინტუიცია გამოიყენებს იმ გზებს, რაც შეუძლია, ანუ იმ მექანიზმებს გამოიყენებს, რაც გააჩნია იმ არსებაში, იმ შემთხვევაში იმ ინდივიდში და ადამიანში. I just added also that these two things are not opposing each other, that these live together, so that there is like intuition is not needs to work with a certain mechanism. So if the mechanism of a certain being and its psyche is to make associations, memorize in the subconscious, unconscious, memorize things, then that will be the mechanisms and the ways that the intuition works with, of course. And yeah, that's a good question. Yeah. Madloba. Კარგი. ჩვენ შეგვიძლია რომ უკვე გადავიდეთ, მადლობა ლუსანა, დავინახე რომ გინდოდა ან მოვითება, მაგრამ გვინდა რომ ასევე დაუთმოთ დრო ვარჯიშს. ვარჯიშს რა პატარა პრაქტიკულ ნაწილს ბოლოსკენ. სადაც უფრო დამკვიდრებულად გამოცდით და გექნებათ შესაძლებლობა რომ დაუკავშირდეთ და აღიქვათ ეს ხმა შინაგან ინტუიციასთან და კავშირთან, სამყაროსთან და უფრო დამკვიდრებულ ადგილთან. I was suggesting that we can already open up the space for the practice, and of course if we have done like 5 minutes at the end or so, it's always good to keep that time so people who want to share can then have also time to share, ask them questions afterwards in that 5 minutes. Great. So do you want to guide the practice? Do you want me to guide the practice, Anna? What would be best? I think we could guide. I'll translate. We could guide it together, and I'll translate. Yeah, wanna keep it like that? Yeah. So do a simple 4-step drop in and talk to the art people. Yeah. Okay. Yes. So just take a few beautiful deep breaths and begin to land in the body, feeling the weight of gravity holding us gently to the earth and allowing that awareness of our breath entering and leaving the body to be present with us. ჩაისუნთქეთ რამოდენიმეჯერ ღრმად და მიტანეთ ყურადღება თქვენს სხეულთან, შიდა სივრცეში და დართეთ ნება, რომ ყურადღება გადაიტანოთ უფრო ქვევით, ანუ ნელ-ნელა ყურადღება ჩაიტანოთ სხეულის ქვედა ნაწილებში და იხსნოთ ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად, როგორ მიწდებით და ფუძნდებით, კავშირდებით მიწასთან. And just checking in with our heart and our feet and our hands and the front side and back side of the body. და დააკვირდით შეგრძნებებს თქვენს გულთან, თქვენს ხელებში, ფეხებში და წინა და უკანა არეში სხეულის. And feeling the weight of gravity holding us to the earth, allowing our awareness to drop down into the soil, connecting up with the roots and mycelium of the plant people. და იგრძენით, როგორ მიზიდულობის ძალა გაკავშირებთ მიწასთან, ჩაიტანეთ ყურადღება ქვევით, იგრძენით კავშირი და ფესვები და ბუნების ქსელები მიწაში. And from this place of being rooted to the earth, allowing our awareness to draw all the way up the body,
to the crown and beginning to open to the sky realm beyond the wind and weather and out into the spiraling galaxies and the great darkness that holds them. დამკვიდრებული დაფუძნებული ადგილიდან ამოიტანეთ ყურადღება ასევე თავთან და იგრძენით კავშირი თქვენი გვირგვინის, თავის, კოსმოსთან, ცასთან, ვარსკვლავებთან. And from this great expansive place that we are home, bringing that awareness of the cosmos back down through the layers of the sky and beginning to merge and meld in our bodies. და აი ამ სივრცეში დაკავშირების შეგრძნებიდან ჩამოიტანეთ ეს შეგრძნება კოსმოსიური ენერგიების თქვენს ხელში და იგრძენით როგორ დნება ეს თქვენში. And from this place of being rooted to earth and sky, call in any helping spirits or allies or trusted energies that you have relationship with and take a moment to attune with them. აი ამ დაფუძნებული, დამკვიდრებული ადგილიდან მოუხმეთ თქვენს დამხმარე ძალას. იქნება ეს მფარველი ანგელოზი თუ ღმერთი, თუ რომელიმე ღვთაება, თუ ბუნების ძალა. რაიმე ისეთი არსება, ვისთანაც ხართ კავშირში. Ask them to clear your space of anything that is not yours to carry or anything that might block your ability to perceive them. და თხოვე ამ შენს დამხმარე ძალას, რომ კარგად გაგიწმინდოს ველი. ყოველგვარი ხელისშემშლელი ფაქტორებისაგან, რაც შეიძლება ხელს გიშლიდეს, რომ ნათლად აღიქვა. And asking them to add an extra layer of protection and vitality and connection for you today. და თხოვე, რომ შეგიქმნას ძლიერი მფარველი სფერო, შენი პირადი სივრცის გარშემო, ძლიერი მფარველი სფერო, რომელიც ასევე გმატებს ძალას. And intending that any ancestors who are well in spirit that you already have relationships with are welcome to be present and take a moment to connect with them and your helping spirits. და ასევე განიზრახე, რომ ის წინაპრები, ვინც მართლა ნათელში არიან, მართლა კარგად არიან, დამკვიდრებულნი სიბრძნეში, სიყვარულში, სიკეთეში და არიან მის სწორ წინაპრულ ადგილას, რომ ისინიც მხარში დაგიდგნენ და იგრძენი კავშირი მათთან. You have a connection with them. Just ask them if they have anything to share with you about intuition and how they speak with you with intuition. და როცა იგრძნობ კავშირს მათთან, ან რომელიმესთან, ესეთთან, კითხე, თუ რაიმე აქვს გასაზიარებელი ინტუიციასთან დაკავშირებით, შენთვის რაიმე თუ უნდა რომ გაგიზიაროს, გაგახსენოს, ან უბრალოდ დააკვირდი რა სახის, რა გზის არხით ელაპარაკები და აღიქვა ამ კავშირს.
if it feels right to ask if there's a way to strengthen your relationship with them through your intuition. There's a practice that they would like for you to begin to engage. დაკითხეთ, თუ უნდათ რომ გაგიზიარონ რაიმე რითიც შეძლებთ რომ გააძლიეროთ თქვენი კავშირი მათთან და ის ინტუიციის გზები რითიც უკავშირდებით. თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ესეთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ და რაც უნდათ რომ გაგიზიარონ. And so just take a few more moments here to acknowledge the presence and the gifting of your people, your helping spirits and ancestors. And before you come back into the conversational space, just reaffirm your sovereignty and have your helping spirits clear your energy of anything that you would like to have cleared. და გაატარეთ რამოდენიმე მომენტი აი ამ სივრცეში, კავშირში, უშუალოში. შეგიძლია მადლობა გადაიხადო კავშირისათვის, კავშირში ყოფნისათვის, ძენძულ წინაპრების წინაშე, დამხმარე ძალების წინაშე და სანამ გამოხვიდოდე მაგ სივრციდან, ასევე უზრუნველყავი და თხოვე შენს დამხმარე ძალას, რომ შენს ცენტრში იყო ნამდვილად შენი ველი გაწმენდილი იყოს და შენი მფარველი სფერო იყოს მდგრადი შენს გარშემო. და ნელა შეგვიძლია გადმოიტანო ყურადღება ისევ აქეთ ჩვენ საზიარო სასაუბრო სივრცეში და გაახილო თვალები ნამალა და თუ რაიმე არის რაც მნიშვნელოვანი შეიცანი ამ შინსვლაში, ასე ვთქვათ, და მოსმენაში, იცოდე, რომ შეგვიძლია ჩამოწერო ჟურნალში ან ფურცელზე, თუ გინდა რომ არ დაგავიწყდეს, ყოველთვის კარგი არის. Thank you, Angela, for leading this beautiful practice.
We have 5 more minutes and we can open up for the last little bit of questions or shares. ვხედავ ელენე თხელი გაგაწეული და ლუსანა მახსოვს რომ უნდა რაღაცის თქმა წინაზე სანამ პრაქტიკას დავიწყეთ ეს ვარჯიში ასე რომ მინდა რომ გქონდეს სივრცე თუ აქვს კიდე რამე სათქმელი ლუსანა კი ბატონო, მადლობა. ხო, ну ვიცით რომ არსებობს პოზიტიური და ნეგატიური ენერგიები. და ვიცით რომ ეს პოზიტიური და ნეგატიური ენერგიები არის ნებისმიერ ადამიანში და ვიცით რომ არსებობენ სულები. და ჩვენი წინაპრები, რა თქმა უნდა, სულები არიან და ჩვენ მათთან გვაქვს კავშირი, რა თქმა უნდა, თუ ისინი გვიყვარს. ну ეს ხო ძალიან ბაზისურ დონეზე ყველა ადამიანმა იცის და გრძნობს. მივიდეთ კითხვამდე, ასევე ელენესთვისაც დრო გქონდეს. სხვას რას მაძლევს დაუშვათ? თუნდაც ეს სემინარი თუ ეს ლექცია რა განსაკუთრებულ ცოდნას? ამაზე გიპასუხებ და მე გადავთარგმნი კიდევ ასე თუ ანჯელას უნდა პასუხი. ამაზე ბოლო კითხვაზე მე ვერ გიპასუხებ რა განსაკუთრებულ ცოდნას გაძლევს ეს თქვენი შესაძლებელი არის ყველასი ვინც ამას ესწრებით და თქვენთვის იმედია ყველა ნახავს რაღაცას რაც იყო მნიშვნელოვანი და ეს ამიტომ მე ამაზე ვერ გიპასუხებთ. იმ პირველ ნაწილს რაც ეხება, რა თქმა უნდა ვიცით რომ გვაქვს ყველანაირი კავშირები არსებობს და ემოციები, შეგრძნებები და ურთიერთობა წინაპრებთან ერთი რაღაცა მინდა ოღონდ დავამატო რომ წინაპრებთან ურთიერთობა გვაქვს არა მხოლოდ მაშინ როცა გვიყვარს ისინი ყველა არსებას აქვს იქიდან გამომდინარე რომ წინაპრების გარეშე საერთოდ ვერც ვიქნებოდით და წინაპრების არსებობა არის უბრალოდ რეალობა ანუ მე მაგათ არსებობენ თუ არა იმითი ვერ გამკარგავ ისინი მიყვარს თუ მეზიზღებიან ასე თუ ისე არსებობენ არა უბრალოდ იცით ბოდიში რო ვერევი ანუ მიყვარს თუ ვიცნობდი შესაბამისად მიყვარს თუ არ ვიცნობდი წინაპარს იმასთან კავშირი ვერ მექნება ამას გულისხმობდი კარგი, მადლობა დაზუსტებისათვის. ამაზეც ეტყვი, რომ ანუ კავშირში ვდგებით მათთან ძირითადად ამ კურნების პროცესში, ვინც არ ვიცნობდით, ანუ შეგვიძლია ასევე მათთან დავკავშირდეთ, ვისაც მანამდე არ ვიცნობდით, როგორც ჩვეულებრივად ადამიანებს, შეიძლება მანამდე არ ვიცნობდით და მერე გავიცნობთ, მე უკვე ვართ კავშირში. შემიძლია ასევე გადავთარგმნო ეს, თუმცა დრო გველევა და მინდა ასევე რომ ელენეს I just translated the question of Lusana was what is like that she shared that and there is positive emotions, negative emotions, and that the souls, the spirits are real, and that there's connection with the ancestors if we love them. So that then there is the relationship with them and the connection, and that and to the question was what is this gathering adding to this information? And what value does our gathering has in addition to this knowing? And I said that I couldn't answer that question because I cannot say what value it will have for the people. It's for them to answer, for everyone who will be here, for each of them, and hopefully it will have some value. But yeah, that was mainly the the conversation. And if you don't have anything to add to that, I would give the question also to Ellen as we're coming to an end. But if you have something that you'd like to add, please feel free. Yeah, just briefly, I would just say the working with intuition, the theme of today's talk is how does intuition and ancestor work go together? So the more we develop our trust and understanding the places that we're blocked with our intuition, it helps us to have a deeper relationship with our ancestors. That's it.
Yeah, thank you. That's really a good add to that. დღეს ჩვენ შეხვედრაზე ძირითადად განზრახვა არის, რომ ვილაპარაკოთ რა კავშირი არის წინაპრებსა და ინტუიციას შორის და როგორ შეგვიძლია ამ კავშირში წინაპრებთან მოვიხმაროთ ეს კავშირები ჩვენ საკუთარ თავთან, საკუთარ ინტუიციასთან უფრო ჯანსაღ და კარგ კავშირში რომ ვიყოთ. ეს იყო ძირითადად თემა ჩვენი შეხვედრის და განზრახვა, რომ ინტუიციასთან მოვიდეთ კარგად, კარგ კავშირში. კარგი, ელენე, შეგიძლია ასევე ვართ უკვე ზუსტ დროზე, თუმცა ცოტათი გადავიტანოთ დრო. თუ ეს ინტუიცია დაკავშირებული არის იმასთან, რომ შეიძლება ჩვენი არაცნობიერთან კავშირში იყოს, რომ რაღაცა თუნდაც ჩვენმა წინაპარმა რაღაცა გადმოგვცა, ასე ვთქვათ, ხო, რაღაც თავისი ქცევა თუ რაც იყო, როგორც დაიმახსოვრათ, როგორც იყო არდისურნელი იქნება ეს თუ შეხება იქნება სხვადასხვა რაღაცასთან. ანუ ეს რამდენად შეიძლება რომ სწორი იყოს, ანუ ეს დამახსოვრება ხო შეიძლება რაღაცა თავისი გამოიტანა დასკვნა, მაგრამ არ იყოს სწორი ან რეალურად არ იყოს სწორი, მაგრამ ინტუიციურად ჩვენ რო დავუჯერებთ მას, მე ხო ისე ხდება მაინც მოვლენები, როგორც ჩვენ დავუჯერებთ მას და ანუ ეს რამდენად შეიძლება რომ გამოგვადგეს ეს ინტუიცია, ინტუიციური ცოდნა, რამდენად დავეყრდნოთ მას, თუ ეს მაინც ისეთი დასკვნების შეიძლება იყოს გამოტანილი, რაც ანუ არ იყოს, როგორ თქვა, სწორი არ იყოს, ასე ვთქვა, სწორი დასკვნები. და სტრამული გამოცდილება იყოს რაღაცა და იქიდან გამომდინარე დასკვნა, რომ რაღაცა საშიში არის, ან რაღაცა არ არის საშიში. ხო, შეიძლება ესეც არის. გასაგები არის, გადავთარგმნი ელენე. გადავთარგმნი და თუ რაიმე არის, რაც კიდე დამატება მოგინდება დაამატე. The question that Elena has is how can we know that it is if that what we shared about that this intuitive knowing or sensing can come from some ancestral information, ancestral source, and if that ancestral association or the source of information is not coming from a healed place, like let's say it's coming from a trauma, and that there is not that the information that comes through is not necessarily true or valid, but it's just the stored or stored experience of sensory experience that just reawakens, like how to navigate through that is more or less the question. That's beautiful, and that's for the next show. To talk about why we do ancestral lineage repair or lineage healing, because that's the whole focus of ancestral lineage healing, is so that you can answer that question. Beautiful question. Yeah. ეს ძალიან კარგი კითხვა არის და ეს ცალკე მთელი ამბავი და თავი გაიხსნება ამითი ამ კითხვით, იმიტომ რომ ზუსტად წინაპართა კურნების პროცესი ამ მიზნით არის, ამ მიზანზე ემსახურება, რომ შევძლოთ მიმართვა აი ამ ვთქვათ ტრაუმები თუ არის და ტრაუმებიდან გამომდინარე ინფორმაციების ამოსვლა ჩვენს ყოველდღიურობაში და ჩვენს ინდივიდში. ზუსტად აი ეს მიზანი აქვს წინაპართა კურნების პროცესს, საგვარეულო ხაზთა კურნების პროცესს, რომ განიკურნოს ხაზი, ისე რომ ტრაუმები არ იყოს ჩვენს სხეულში ესე დალექილი და მოხდეს კურნება, შესაბამისად ეგეც ჩვენთან აირეკლოს ჩვენს ცხოვრებაში. კარგი, ძალიან ეს დაკავშირებული არის იმასთან, რომ სისტემური განლაგება რო არის იმ კავშირში ხო არის? შემიძლია გიპასუხო მაგაზე. არ არის. სისტემური განლაგება არის ფსიქოლოგის მიერ ჰელინგერი თუ არ ვცდები მის მიერ შემუშავებული
დიახ, ოღონდ ინდიგენური რაღაც მკვიდრი ხალხის აფრიკაში კულტურიდან ამოღებული იქ ძალიან თავიანთი გრძელი ტრადიციის მქონე პრაქტიკებიდან, ოღონდ გაკეთებული რაღაც დასავლური ჭრილში და არის უფრო ფსიქოლოზირებული, ან ფსიქოლოგიურად უდგება უფრო შენს ცნობიერში რა ხდება ან შენს კავშირებზე შენს ოჯახის წევრებთან. წინაპართა კურნების პროცესი არის საგვარეულო ხაზის, საგვარეულო შტოს მასშტაბზე მიდის და არის აღიქვავს, რომ მართლა არსებობენ წინაპრები, როგორც ასეთები, არ არიან ჩვენი ასე ვთქვათ, ფსიქიკის გამოსახულებები მხოლოდ. მართლა არსებობენ და ჩვენ მართლა ვუკავშირდებით მათ და კურნება მიდის მთელ ხაზის დონეზე. ხო? არა მხოლოდ რამოდენიმე ოჯახის წევრებზე და ოჯახის განლაგებაზე, არამედ მთელ ხაზის დონეზე და ეს განსხვავება არის, მოკლედ რომ ვთქვათ. The question was also if it's if the process, the ancestral healing process, is resembling family constellations, and I answered that in a way yes, but not really, and that the difference is that we really in ancestral healing we really acknowledge the ancestors as real beings. We really connect with them. They're not like part of our psyche, and that it's also reaching the whole lineage. It's on lineage level healing and not just some ancestors or some generations. And also, we're not embodying any of the unwell dead. Family constellations, point. and they don't do ritual safety. So yes, that's the biggie there. Yeah, და ასევე დავამატებდიო ანჯელამ, რომ განსხვავება ის არის, რომ ჩვენ არ ვანსახიერებთ, არ ვაძლევთ სივრცეს იმ წარმომადგენლებს, ვინც არ არიან ჯერ კარგად. ანუ ხან სისტემურ განლაგებებში მოდის ხოლმე ისეთი წინაპრების ინფორმაცია და იმათ ვუშვებთ ჩვენს ხელში, ვინც ჯერ არ არიან გარდაქმნილი. შესაბამისად, რიტუალური უსაფრთხოება მან ცოტა რთულად არის. ეს არის განსხვავება ასევე ჩვენს ამ პროცესში. არასდროს არ ვკავშირდებით პირდაპირ მათთან, ვინც ჯერ არ არიან ბოლომდე კარგად. კარგი. მადლობა დიდი. გაიხარე ელენე. კარგი. მადლობას გიხდით მოსვლისათვის და დასწრებისათვის. მადლობას გიხდით თქვენ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ ჩანაწერის სახით. და იმედი მაქვს, რომ რაიმე იყოს სარგებლიანი თქვენთვის აქედან და იქნებით კარგ კავშირში თქვენს ინტუიციასთან. გისურვებთ, რომ იყოთ მოთმინებით და სისათუთით საკუთარ თავთან და იცოდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა არის, რომ გქონდეთ საკუთარ სიწმინდავესთან კარგი ურთიერთობა და წმინდა არხები. დაილოცეთ, დაგილოცოთ გზა. I am saying goodbyes and thanks, gratefulness to all of you who were here. And thank you so much, Angela, for being here with us and sharing and bringing your wisdom and your experience and knowing and just sharing this with us here. I love the weaving of our ancestral and cultural spaces of your ancestors and ours here. And may it be fruitful and good for all the people who partook here or will watch this. Yeah. thank you. And may those who are here with us today and also watching later feast the land with the beauty that we've woven together from different parts of the world. I'm so glad that you're able to be the person who's holding this space for your own people there in Georgia. So thank you. And thank you to the spirits of the land where you live.
May you feast well and your people. Thank you so much. Thank you. დაიკარგეთ გაგვიზიარებინოს ყველას, ორ ამ სოფლიოს ადგილებსაც არ უნდა ვიყოთ ჩვენი სიკარგე. მოდი ეგრე გადავთარგმნი ამას და მადლობას გადაგიხდით ყველას და შემდეგ შეხვედრამდე. მადლობა.